დილამშვიდობისა ზაზა. ზაზა, დილამშვიდობის და მოდი დავიწყოთ პირდაპირ დრო არ დავკარგოთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ტელემაყურებელს უამრავ ადამიანს ახლა აწუხებს კითხვა მართლაც რა უნდა გავითვალისწინოთ მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს გარეგანი მოხმარების პროდუქტებზე და იგივე მაშინ, როდესაც აფთიაქში შევდივართ და რომელიმე კონკრეტულ პროდუქტს ასე ვთქვათ ვარჩევთ. ანოტაცია ასახავს თუ არა რეალობას. რა უნდა ვიცოდეთ ამის ირგვლივ? ძალიან სენსიტიური თემა და ბევრი ადამიანია ამაში ჩართული და ზოგადად ეს სკინქეარ ანუ კანის მოვლის ინდუსტრია იმხელა ინდუსტრია მსოფლიოს მასშტაბით და მილიარდობით დოლარის ინდუსტრია ასე ვთქვათ ბევრი ადამიანი გარკვეულწილად დაინტერესებულია მიკერძოებულია ასე ვთქვათ და ტენდენციურია ჩვენ ესე ვამბობთ ზოგადად როდესაც რაღაც საკითხებს განვიხილავთ მედიცინაში. მაგრამ ობიექტური რეალობაც ალბათ არსებობს. ობიექტური რეალობა არსებობს და ობიექტური რეალობის დასანახად ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ სპეციალისტი, პროფესიონალი, ამ შემთხვევაში ექიმი, კარგად ერკვეოდეს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო ინფორმაციის ანალიზში. ამ ანალიზს სჭირდება სპეციფიური ცოდნა, მეგობრებო, დამერწმუნეთ და ძალიან რთულია და ვარჯიშიც კი სჭირდება, როდესაც შენ უნდა იცოდე, რა წაიკითხო, როგორ გაშიფრო და ინტერპრეტირება, როგორ მისცე ამ ინფორმაციას. რაღაცა კვლევა მოიპოვე, ინგლისური იცი და ინგლისურ ენაზე წაიკითხე და დასკვნაში წერია ეს იმას არნიშნავს, რომ შენ ინტერპრეტირება სწორად მიეცემა. არის საკმარისი. არის მნიშვნელოვანი კონდეს იმისთვის, რომ დასკვნები გააკეთო. რთულია და სწავლებადია და ნუ სამწუხაროდ საქართველოში არის სწავლება ეს. ეხლა რისი თქმა მინდა, ერთი ფაქტორი არის, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ გარკვეული ტიპის ინგრედიენტები, რომელიც არის უსაფრთხო და ეფექტური, კანზე გამოსაყენებლად მაგალითად და მეორეს მხრივ, თაკო შენაც აღნიშნე, ეგრეთ წოდებული მისლეიბლინგი. ეხლა რა არის მისლეიბლინგი? მისლეიბლინგი არის არასწორი ეტიკეტირება. ანუ ანოტაციაში ჩვენ ვკითხულობთ ინგრედიენტებს რა შედის და რეალურად ის არ ასახავს სწორ ინფორმაციას და ეს მედიკამენტები ხომ გადის აი ეს რაღაცა გამოყენებადი ხო გადის რაღაც გარკვეულ კვლევებს და ასე შემდეგ ეხლა აი ზუსტად მაგის თქმა მინდოდა ზუსტად როგორ ხდება ეს ყოველივე სააფთიაქო თარღოებზე აი რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ჩვენ გვისაუბრია საზოგადოებაში პოპულარული საკვები დანამატებისა და ვიტამინების შესახებ აი რომ შევადაროთ კანის მოვლის პროდუქტებიც ზუსტად პარალელურად შეგვიძლია ორივეზე ერთად ვთქვათ. არც ერთი და არც მეორე არ იღებს არც ერთ ქვეყანაში ადმინისტრაციისგან დამოწმებას. მაგალითად, FDA ამერიკის შეერთებულ შტატებში არც საკვებ დანამატებს, არც ვიტამინებს და არც კანის მოვლის საშუალებებს approval-ს არ აძლევს, ანუ დამოწმებას არ აძლევს, როგორც აძლევს მაგალითად მედიკამენტებს. ამიტომ თვითონ მწარმოებელი კომპანიები უნდა იყვნენ აი გულწრფელები. მაგრამ არის რაღაც გარკვეული ნიშნები, ხარისხის ნიშნები, რასაც იღებენ ხოლმე და მე აბსოლუტურად მარკეტინგული ხრიკია. აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხარისხის მაჩვენებელი კონკრეტულ ვიტამინს დანამატს ან პროდუქტს აქვს თუ არა. ამერიკის შეერთებულ შტატებში FDA და ევროპაში EMA, ანუ ევროპის წამლის სააგენტო გამოსცემს ხოლმე უბრალოდ რეკომენდაციებს. ხო, მაგრამ აი ეს GMP, ISO და ასე შემდეგ და შემდეგ სტანდარტები, ეს არის ხარისხის სტანდარტი. ხარისხის სტანდარტი თუ აქვს კონკრეტული ტიპის ბრენდს, უფრო მაღალი ალბათობა რომ სწორად ასახავდეს შემადგენლობას, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ 100%-ით ასახავს და შენ აღნიშნე კვლევები კონკრეტული ადამიანი ან კონკრეტული მეცნიერი თუ არის დაინტერესებული ამ საკითხით, მხოლოდ მაგ შემთხვევაში არის შესწავლადი ეს და მაგას ვაჩვენებ ჩვენ ახლა ეკრანზე ერთ-ერთ კვლევას, რომელიც ჩატარდა დიდ ბრიტანეთში, მაგრამ მანამდე მოდი ჩამოვთვალოთ თვითონ რა უნდა იცოდეს, აი პირველი სლაიდი ეს მე შემდგომ ვანახოთ. აუცილებლად, იმიტომ რომ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, მრავლად მოიძებნება ადამიანი, რომლებიც აი ესე რაღაცა ხელაღებით ურჩევენ ხოლმე ამა თუ იმ არ არის სწორი, არ შეიძლება ეს, მე მესმის რომ ეს არის
ქცეული შემოსავლის წყაროთ, მაგრამ არ შეიძლება როდესაც ადამიანი ვერ ერკვევა საკითხში, აქ არ არის საქართველოზე საუბარი. სოფლიოს მასშტაბით ეს არის, ამიტომ თვითონ ადამიანები, მაყურებელი, და მსმენელი, ვინც არის, ის არ უნდა მოტყუდეს და ის უნდა იყოს განათლებული და თუ განათლებულია, ვერ მოტყუდება. ხო, მაგრამ ზაზა, რეალურად ახლა ჩვენ საკმაოდ მაღალი ხარისხის ბრენდებზე ვსაუბრობთ, ახლა ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი, რომ ახლა როდესაც ვიცით, რომ რაღაც კონკრეტულ ბრენდს მეტნაკლებად ვენდობით, აღარ გვიჩნდება უნდობლობის განცდა და კითხვის ნიშნები მასთან დაკავშირებით. მაინც სკეპტიკურად უნდა. თამამად რაღაცნაირად ვირგებთ, მოვიხმართ ნებისმიერ პროდუქტს. და შემდეგ ვუზიარებთ ხოლმე, თქვათ, ჩვენს ირგვლივ მყოფებს მაინც. სკეპტიკურები უნდა ვიყოთ და განათლებულები უნდა ვიყოთ, რომ ვეცადოთ, რომ არ მოუტყუდეთ და ვეცადოთ, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ჯანმრთელობა. მაშინ დავიწყოთ ახლა ჩვენ სწორედ ამას ემსახურება. რა უნდა ვიცოდეთ? ძალიან ისეთი თემა და ძალიან მოკლედ შევეცდები თვითონ რა პირველ რიგში რა ნივთიერებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ რა ნივთიერებები არ არის ესეთი უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ხედავს მაყურებელი ეკრანზე, ჩვენ ვამბობთ, ეს არის პარაბენები, ფტალატები, ამ ნივთიერებები, რომლებიც შედის სახის მოვლის პროდუქტებში, კანის მოვლის პროდუქტებში და მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული, იმიტომ რომ გარკვეული ტიპის ინფორმაცია, სამეცნიერო ინფორმაცია არსებობს, რომ მათი სისტემური შეწოვით ორგანიზმის მათი სისტემური შეწოვით გარკვეული ტიპის პრობლემები იწყება, მათ შორის ჰორმონალური დარღვევები შეიძლება, ესტროგენების მატება იცის მაგალითად კონკრეტული ტიპის პარაბენები, და ასე შემდეგ. ასევე ვაჩვენოთ შემდგომი სლაიდი. ანუ თუ პარაბენები და ფტალატები დატანილია რომელიმე კონკრეტულ პროდუქტზე, ჩვენ უმჯობესია თავი შევიკავოთ მისი შეძენისგან. კი ბატონო, სწორია. ფორმალდეჰიდები და ფორმალდეჰიდების მწარმოებლები, ინგრედიენტები ეხლა ეს ფტალატები, ფორმალდეჰიდები, რატო შეკითხვა შეიძლება დაისვას, რატო უშვებიან ხოლმე? მაშინ თუ ესეთი ცუდია, რატო უშვებიან? სტაბილიზაცია რისთვის, ესეც რომ ვთქვათ, ესეც საინტერესოა. ჯანმრთელობისთვის სისტემური არსებობს გარკვეული ტიპის რისკი სისტემური შეწოვის და ამან შეიძლება ჩვენს ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე. ხო, რატო უშვებიან, რისი თქმა მინდა? იმიტომ უშვებიან, რომ სტაბილიზატორებად ითვლება. ანუ პროდუქტი რო არ გაფუჭდეს და გაძლოს ხანგრძლივი მოხმარების, როგორც წესი ამისთვის უშვებიან ხოლმე. პარფიუმი ასევე ძალიან უყვართ. ჩემთვის გაუგებარია დღემდე, ესე იგი, ისეთი ძალიან სანდო და ძალიან მაღალი ხარისხის დერმატოლოგიური ხაზის კანის მოვლის საშუალებები, პროდუქტები, მაინც დღემდე 2025 მაინც პარფიუმს შევხვდებით, ხო? პარფიუმი რატო უყვართ? განსაკუთრებით უყვართ ხოლმე სურნელის გამო. და გარკვეული ტიპის ნივთიერებების ცუდი სურნელის შემრიბღველად უშვებიან ხოლმე, მაგრამ გადასაფარად არსებობს გარკვეული ტიპის მეთოდები, რომლითაც აბსოლუტურად შეგვიძლია პარფიუმი არ უქნათ, ფრეგრენსი არ უქნათ, მაგრამ კარგი ნორმალური კონდეს და ნეიტრალური სუნი კონდეს პროდუქტი. შეიძლება რომ ბოდიში დავაკონკრეტო, რომ თუ სიტყვაზე მე შევიძინე გარეგანი მოხმარების საცხი და მას აქვს sakmaut მძაფრი სუნი, ეს იმას მიმანიშნებს, რომ პარფიუმი შედის. პარფიუმი შედის და ის არ არის არ არის რეკომენდებული. პარფიუმთან დაკავშირებით უფრო პარფიუმი იმიტომ არის ცუდი, რომ ის იწვევს კანის გაღიზიანებას და გარკვეული ტიპის ლოკალური პრობლემები შეიძლება დაგვეწყოს. თვითონ პარფიუმის სისტემური შეწოვის მხრივ ჯანმრთელობის რისკებზე დაკავშირებული მეცნიერული ინფორმაცია არ არის, მაგრამ პარფიუმი ამ სიაში იმიტომ არის, რომ პარფიუმი კონკრეტულად ლოკალურად შეიძლება კანი დააზიანოს და ამიტომ ყველაზე ერთნაირად არა ინდივიდუალურია შეძლო, მაგრამ სუნამოს მოხმარებას თქვათ მასთან მივყავართ, იმიტომ რომ სუნამოსაც გარკვეულწილად მივყავართ იმ კუთხით, თუ ადამიანს პრობლემა აქვს, მაგალითად, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ატოპიური დერმატიტი, ან მაგალითად ბავშვები, რომლებსაც ატოპიური დერმატიტი აწუხებთ, პარფიუმი არის ერთ-ერთი დამაზიანებელი, აღიზიანებს კანს და ჩვენ საერთოდ ვეუბნებით ხოლმე, რომ მშობელმაც
კონტაქტი, კანით-კანთან კონტაქტი არ უნდა განახორციელოს ატოპიური დერმატიტით დაავადებულ ბავშვთან, თუ მას სუნამო ასხია. იმიტომ რომ ის სუნამოს არა მარტო კონტაქტითაც, ასე ვთქვათ, აირებადი, აკროლვადით, მათ შეიძლება გააღიზიანოს ამ ბავშვის კანი პარფიუმის გამო. სულფატები, SLS-ი, ნატრიუმის ლაურილის სულფატი, ესეც ერთ-ერთი დამაზიანებელია, იმიტომ რომ SLS-ი იმიტომ უშვებია, რომ ქაფურ იმას აძლევს თვითონ ანუ აკაფებს და ამიტომ აძლევს. ჩვენ ცოტა დრო გვაქვს, ძალიან ისეთი საინტერესო თემაა და აი მინდა რომ ეხლა ვაჩვენოთ ეკრანზე ზუსტად რაზე მქონდა მე საუბარი, რომ არ მოწმდება არც ერთ ქვეყანაში არც საკვები დანამატები, ვიტამინები და არც კანის მოვლის საშუალებები. აი ხედავს მაყურებელი ეკრანზე დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა, თან ეს კვლევა ჩატარდა როგორ? დაინტერესებულები იყვნენ მეცნიერები, ვინმე კი არ დაავალდებულა. თვითონ გააკეთეს ეს კვლევა, იმიტომ რომ ქონდათ გარკვეული ტიპის მიდგომა, რომ ხომ არ არის რაღაც დაკავშირებული გარკვეული ტიპის საკითხებთან და ნახეთ, როგორი პარადოქსულია, ესე იგი, მცენარეული კანის მოვლის საშუალებები, ისეთი საშუალებები, რომლებიც წესიდარიგით არ უნდა შეიცავდეს ნივთიერებებს, მაგალითად ჰორმონებს, აღმოჩნდა, რომ ესე იგი დაახლოებით 70% ჩატარებულ კვლევაში მონაწილე 70% პროდუქტებისა შეიცავდა სტეროიდებს, ჰორმონებს და ესე იგი ადამიანები, მათ შორის ბავშვებისთვის იყენებდნენ ამ კრემებს დატენიანების კუთხით, მაგალითად, კანის დატენიანების კუთხით და თურმე მასში შედის ჰორმონი და ნუ წარმოიდგინეთ ახლა ჰორმონის სისტემატიური გამოყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში როგორი დამაზიანებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. ზოგადად გლობალურად რო შევაფასოთ და ასე ვთქვათ, მოკლე მონახაზი გავაკეთოთ, ძალიან სკეპტიკურები უნდა ვიყოთ ისეთი პროდუქტების მიმართ, რომლებიც ანოტაციურად ირწმუნება რაღაცას. ანუ ასევე დამზადებული საშუალებები, ოჯახში დამზადებული საშუალებები, პიროვნებების დამზადებული საშუალებები, რომლებიც ირწმუნება, რომ მე შენს ატოპიურ დერმატიტს უშველი მოვარჩენ, ან შენს აკნეს მოვარჩენ. ესეთი საშუალებები ჩვენ არ ვიცით რა შემადგენლობის არის. ეს ადამიანები შიგნით რას უშვებიან ნივთიერებებს, ჩვენ არ დამალულია ეს. და შეიძლება ისეთი შემადგენლობის იყოს. არა და შეიძლება მიდის ხოლმე აი სწორედ ამ თემის რომ აი ჩვენ რაზეც საუბრობდით, აი იმას უპირისპირებენ ხოლმე, რომ აი ეს არის ორგანული, ეს არის ბიოლოგიურად სუფთა, ეს არის სახლში დამზადებული ნივთიერებების გარეშე და ასე მცენარეული საშუალებები უნდა ვიცოდეთ, როგორც პირიდან მისაღებად დასალევის სახით, ასევე კანზე დასატანით, აი ყველაზე სახიფათო. ანუ ესეთი საშუალება მცენარეული არ ნიშნავს უსაფრთხოს. მცენარეულს თუ გავიგებთ, ეს ნიშნავს, რომ არის სახიფათო და უნდა მოვერიდოთ. იმიტომ რომ აი ეს ჰერბალ რაც არის, ეს არის დაუდგენელი, არ არის კვლევები ჩატარებული, როგორ მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე არ ვიცით და მრავალი ფაქტი არსებობს, ზუსტად აი იმისა, რაც მე აღვნიშნე. შესაბამისად, ორგანული, მცენარეული არ ნიშნავს უკეთეს, ნიშნავს უარეს. ამიტომ უნდა იყოს პროდუქტები ვიცოდეთ სანდო ბრენდის, ანუ სანდო მწარმოებელი კომპანიის, რომელიც მას არ შეფუთავს ისე უпростоრად შეფუთავს ისე როგორც ნივთიერებებს უშვება, ანუ რა ნივთიერებები შედის. მე შემილია ახლა დავასახელო მაგალითად ბრენდის კონკრეტული პროდუქტები, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ ისეთ რაღაცას შეიცავს, რაც ზედ არ აწერია და ეს არის დამაზიანებელი ადამიანებისთვის. თუმცა ახლა თავ შევიკავებ, იმიტომ რომ დასახელება არა. თუმცა პაციენტებთან, ჩემს პირად პაციენტებთან, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი მაქვს, იმიტომ რომ ამაზე საუბარი რო არ მქონდეს, ეს არაეთიკურია. ექიმ აუცილებლად ახლა ვფიქრობდი, რა კარგია, რომ იმ პროდუქტებს მოვიხმარ მხოლოდ და ძალიან მცირეა ჩამონათვალი, რასაც ზაზა კონსულტაციაზე მოგლედ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაქსიმალურად ფრთხილად და რჩევები მივიღოთ აუცილებლად პროფესიონალისგან, რომელიც ერკვევა ზუსტად აი ამ მეცნიერულ საკითხებში, რაც მედიცინას ეხება. ძალიან ადვილია, ასე ვთქვათ, უღრან ტყეში დაკარგვა. ამიტომ რო არ დავიკარგოთ უღრან ტყეში, ამისათვის აუცილებელია მივიღოთ რჩევები, ვისაც ესმის. და ამისთვის ყავს ჩვენ ზაზა თელია.